მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიკი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ეროვნულ ლიგაში ქუთაისის ტორპედოს საშინელი სტარტის შემდეგ ქუთაისს ვეცვიეთ, სადაც დავსვამთ კითხვებს ქუთაისის ტორპედოს მთავარწვრთნელ დიკ შუსტერთან და გუნდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით დოლაბერიძესთან. კითხვები იქნება იმის შესახებ, თუ რა სჭირს გუნდს და რატომ დაიწყეს მათ სეზონი ისე საშინლად. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი ქუთაისის ტორპედო GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. ახლა ქუთაისის ტორპედოს საკმაოდ ძიმე სიტუაცია აქვს ეროვნულ ჩემპიონატში სტარტის მხრივ. რა განწყობის ხართ თქვენ და რა ფიქრებით ამ მომენტისთვის? მოგესალმებით, მივესალმებ თქვენ ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენ პროექტს თვალს ვადევნებ, ძალიან მიხარია, რომ ასეთ კონტექსტს გნის და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. რაც შეეხება ვითარებას, სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ ესე არ ვხედავთ და რო გითხრათ, რომ ეხლა რაღაცა კრიზისულ პერიოდს ვხედავთ, ნამდვილად არ არის ეგრე. მართალია მძიმედ დავიწყეთ და რაღაცა ნაწილში ჩვენ ვითავისებდით, რომ შეიძლება ესე დაგვეწყო, იყო რაღაც ფაქტორები, რის გამოც ხონდა ამის თქმის და ფიქრის საფუძველი. რაც შეეხება, რომ ეხლა კრიზისული ვითარება, წერტილოვნად არის რაღაცა პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველგან ხდება, ჩვენც ამას ვხედავთ ზედაპირზეა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც საფეხბურთო ნაწილში კლუბის შიგნითაც, კლუბის გარეთაც გვაქვს ურთიერთობები, ვჩელობთ, ვიაზრებთ, ანალიზს უკეთებთ, არის იმის თქმის საფუძველი, რომ რა ჩანაფიქრებიც და რა გეგმაც გვაქვს წლის დასაწყისში მართალია ესე დავიწყეთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატება იქნება და დასახული მიზანი, რაც კლუბს აქვს, წელს ყველაფერი კარგად იქნება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირდაპირ რო გითხრათ, რომ აი ბოლო ორი თამაში რაც ავიღოთ, მართალია რომ რაღაცა ახლა შედეგი არ ქონდა, მაგრამ 23-ჯერ დავატყით კარისკენ. ესე რო ვთქვათ, რომ ეხლა გუნდს კრიზისია, კრიზისში კლუბები ფაქტიურად ესეთი სტატისტიკა მეტყურებს ამას. ხვდებით, ანუ არის რა თქმა უნდა, ხედავთ პრობლემას, მაგრამ გვაქვს ასევე დადებითად ფიქრის საშუალებაც, რომ ეს ფაქტიურად კრიზისი არის. მე ყოველ შემთხვევაში და ჩვენ როცა ამაზე ვსაუბრობთ, ყველანი რაღაცა ამაზე ვთანხმდებით და საკმაოდ პოზიტიურად უყურებთ მომავალს. თქვენ თქვით, რომ იყო ფაქტორები, რის გამოც მსგავს სტარტს რაღაც ზონაზე ველოდით, რა ფაქტორებზე საუბარი? თქვენ იცით, რომ ჩვენ მსვლელის შერჩევის პროცესი საკმაოდ გაგვეწელა წლის დასაწყისში, იმიტომ რომ გვინდოდა, რომ არ გვინდოდა ეს ყოფილიყო რაღაცა და იცით თქვენ, რომ ზოგადად ბატონი დავით კერესელიძე რაც კლუბში მოვიდა, ეს არის ერთწლიანი პროექტი და ეს მომავალზე გათვლილი პროექტია. და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს რაღაცა 1 წლით და 2 წლით ვინმესთან ჩვენი მომავალი დაგვეკავშირებინა. ჩვენ გვინდოდა, რომ გრძელვადიანი ხედვა გქონოდა მწვრთნელთან მიმართებაში და ზუსტად ასეთ მწვრთნელს ვარჩევდით. ყავდა 7 თუ 8 კანდიდატი, რომელთანაც თავისთავად დისტანციურად თუ პირისპირ გქონდა გასაუბრებები. ყველასთან გქონდა თავიდან ონლაინ გასაუბრება, შემდეგ პირისპირ. აი ეს იცვლილებოდა და ამან დრო წაიღო. არ არის ეს მარტივი, რომ ადგე და მწვრთნელი მოძებნო, მოარგო იმას ყველას თავისი ფილოსოფია აქვს. ამით უმეტეს იცით, რომ ეხლა საქართველოში უცხოელი მწვრთნელი მოიყვანო, ესე მარტივი არ არის. არ არის მხოლოდ ჩვენ ნებასრულებზე დამოკიდებული. მოგესალმებით ბატონო დირკ, სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ მარტივი შეკითხვით. რატომ აირჩიეთ ქუთაისის ტორპედო? მე ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა ამ კლუბის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ისინი სხვადასხვა საკითხზე აქტიურად გვესაუბრებოდნენ. მე და ჩემს ასისტენტს საშა ფრანც. საბოლოოდ მათ დაგვარწმუნეს, რომ ჩავთვლილიყავით ქუთაისის ტორპედოს პროექტში. ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა გვეზრუნა კლუბისა და ფეხბურთელების განვითარებაზე. დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის კარიერაში პირველად უცხოური კლუბის ჩაბარება. თუმცა ამ ეტაპზე ძალიან კარგი განწყობით ვართ და ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა. მართალია მიმდინარე ჩემპიონატში გუნდს არც თუ ისე კარგი შედეგები აქვს, მაგრამ როცა გუნდის თამაშს უყურებ,
ჯერა რომ შედეგის დადებას მოკლე დროში შევძლებთ. ქუთაისის ტორპედო დიდი ხნის განმავლობაში არჩევდა მთავარ მცველს გუნდისთვის და თქვენ იყავით მთავარი კანდიდატი, ტოპ პრიორიტეტი. თქვენ საკმაოდ გვიან მიეცით მათ პასუხი. რა იყო ის დეტალები, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციეთ მოლაპარაკებების დროს? პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ვიმყოფები. და მაქვს საშუალება ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროექტში. ეს ჩვენთვისაც ცალსახად დიდი გამოწვევა. ამ კლუბში ცვლილება ზამთარში მოხდა. მე და ჩემი ასისტენტი გუნდს შედარებით გვიან ესპანეთის სამწვრთნელო ბანაკის დროს შევუერთდით. ამის შემდეგ ქუთაისში თოვლიან პერიოდში არსებული პირობები არ იყო საუკეთესო. თუმცა სხვაებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგნენ. ამიტომაც ვიცოდით, რომ სეზონის დაწყება შეიძლებოდა ცოტათი გართულებულიყო. შეიძლებოდა ყველაფერი შეუფერხებლად არ წარმართულიყო. ვერ მოგვეხერხებინა გუნდში ყველაფრის ინტეგრირება ისე, როგორც გვსურდა. პრობლემები ჰქონდა თამაშის სისტემისა და ტაქტიკური კუთხით. ასევე მოგვიწია სხვადასხვა პოზიციაზე სხვადასხვა პოზიციის მოთამაშეების დაყენება, რადგან შემადგენლობა არ იყო ბოლომდე სრულყოფილი. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო და შეგნებულად მივიღეთ ეს გამოწვევა. გვინდოდა რაღაც განსხვავებულის, ახლის გაკეთება, როგორც ამას გერმანიის მე-5 ან მე-6 დივიზიონში აკეთებენ. ამაში კი ჩვენი გამოცდილება გამოგვეყენებინა და ჩვენი ნოუ-ჰაუ შეგვექმნა. თქვენ საუბრობთ პროექტზე, რომელიც გუნდმა შემოგთავაზათ, მამადუ სახომ ასევე ისაუბრა პროექტზე, რომელიც გუნდმა შესთავაზა და გუნდის დირექტორები ხშირად საუბრობენ პროექტზე, რომელიც მათ აქვთ სამომავლოდ. თუ შეგიძლიათ ამ პროექტის შესახებ მეტი გვიამბოთ? კლუბის პროექტის არსი ძალიან მარტივი და ნათელია. ეს გუნდი საქართველოს ერთ-ერთ წამყვან გუნდად უნდა გადაიქცეს. უნდა დავეხმაროთ კლუბს ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებაში, შემდგომ განვითარებაში. უნდა შევქმნათ გუნდი, რომელსაც შეიძლება იბრძოლოს ტიტულისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ კლუბში სხვადასხვა ამოცანის შესრულება მჭიდრო თანამშრომლობით კლუბის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან და ასევე მის მმართველ ხელმძღვანელთან დავითთან ერთად. და საერთოდ მთლიან გუნდთან. ასე რომ წინ დიდი სამუშაოა. ასევე არის გარკვეული საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო მოცემულობაზე. მათ შორის სამედიცინო განყოფილება. ჩვენი გუნდის ექიმი ლევანი უკვე ერთი კვირაა გერმანიაში იმყოფება. ის სტაჟირებას გადის იმ ექიმებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ მუშაობდით დამშტატსა და კელნში. იქ ნახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი გერმანიაში. ასევე საშუალება ექნება დააკვირდეს კელნის თამაშს მათ ჩემპიონატში. ეს არის ის მცირედი რამ, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, რაც შეიძლება მომავალში კლუბს მის სასარგებლოდ დაუბრუნდეს. გარდა ამის არსებობს კიდევ სხვა საკითხები, რაშიც გვინდა რომ კლუბი უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. თავადაც აღნიშნეთ, რომ დიკ შუსტერთან მოლაპარაკებები და მწველი შეჭრის პროცესი გაიწელა. პირველ ინტერვიუში, როგორც დიკ შუსტერმა, ასევე მამადუ სახომ ისაუბრეს პროექტზე, რის გამოც ჩამოვიდნენ ტორპედოში და მოიხილნენ ამ პროექტით. რა პროექტზე არის უბრალოდ საუბარი? პროექტი რაც ბატონი დავითი მოვიდა, შემიძლია თამამად თქვა და ეს ამას ყველა ხედავს, ყველა ქუთაისელი და არა მარტო ის უცხოელები, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, სტუმრები, მამის გარდან ალბათ სხვა კლუბის წარმომადგენლებიც ხედავენ, რომ ამ ადამიანმა რა სიტყვაც თავიდან უთხრა და რა პროექტითაც მოვიდა, ეს ხორციელდება. და რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთში ერთ წელიწადში და ორ წელიწადში არაფერი არ ხდება, როგორც ცხოვრებაში სხვა მიმართულებითაც. მივდივართ ამ პროექტზე, ალბათ იმყოფებოდით ბაზაზე, ნახეთ რა სამშენებლო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ქუთაისში ისეთ ბაზას, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან იქნება მიახლოვებული. და თქვენ იცით, რომ როდესაც New Vision ტორპედოში მოვიდა, ფაქტიურად 0 საწყისებზეც არ ვიყავით, გუნდი იყო მინუს საწყისებზე, იქ რა მდგომარეობაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დახვდა, როგორც აკადემიის, ისე დიდი გუნდის ნაწილში
კრიტიკას ვერ უძლებდა და დღეს 3 წლის განმავლობაში ამ ადამიანმა რაც მოახერხა მე როგორც რიგითი ქუთაისელი მე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა იმისთვის რასაც ის აკეთებს ქუთაისისთვის, ტორპედოსთვის და ამ რეგიონისთვის და ხვალინდელი დღისთვის ფეხბურთში და არა მარტო. პროექტს რაც შეეხება ზუსტად ეს იყო რომ ჩვენ როდესაც თავიდან დისტანციურად ერთმანეთთან ვისაუბრეთ, მე გადავიდა ურთიერთობა შემდეგ ნაწილში და თქვენ გვინდოდა რომ ერთმანეთთან პირადად გაგვეცნო ერთმანეთი, დიქშურსას და მის ასისტენტს საშას გულისხმობ, ჩამოვიდნენ, მათ ნახეს ქალაქი, ნახეს ინფრასტრუქტურა, ნახეს ბაზა, ნახეს კლუბი ახლო ხედით და შემდეგ უკვე პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული მიზნად, რომ დავწეროთ ისტორია და შევიდეთ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჯგუფურ ეტაპებს როცა გულისხმობ, უნდა იყოს ლოკალურ ჩემპიონატში სტაბილურად, უნდა გამოიყურებოდა კარგად და შემდეგ უნდა კონდეს პრეტენზია იქ მოხვედის და როდესაც გავცვალეთ ეს იდეები, რა აკლდა კლუბს იმ ნაწილში, რომ უფრო წინ ყოფილიყო ქართულ ასპარეზზე, რა აკლდა იმისათვის, რომ იქ ევროპულ ასპარეზზე მივახლოვებოდით ევროპულ ფეხბურთს და სტანდარტებს, საბოლოო ჯამში ამ სტაბილურობამ, რაც ამ ადამიანმა დაინახა ამ კლუბში ბატონი დავითის მოსვლის შემდეგ, როდესაც ნახა ის პროგრესი, რა იყო, იმიტომ რომ ყოველ წელს ჩვენ მართლა გვქონდა პროგრესი. ეს ამას სტატისტიკა მეტყველებს, ამას მეტყველებს სატურნირო ცხრილი, ამას მეტყველებს ის ადგილები და პოზიციები, რომელიც წინა წლებში დავიკავეთ. შემადგენლობა, ის რომ ბირთვი შენარჩუნდებოდა, ის რომ ბირთვი კიდევ გაძლიერდებოდა, ყველაფერმა ამან და ამავდროულად ეს ადამიანი იცით, რომ ადგილობრივ ყოველთვის გერმანიაში იყო. რაღაცნაირად თავის ალბათ უნდა რომ ქვეყნის გარეთ და ევროასპარეზზე მოესინჯა და ალბათ ყველაფერმა ამან ერთმანეთთან იმოქმედა ის დამოკიდებულებები, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა საერთო ჯამში ამ შეთანხმებით. ვიყავით ბაზაზე, ნახეთ რომ მიდის მშენებლობები, არაერთი. მომავალში, უახლოეს მომავალში რას უნდა ელოდოს ინფრასტრუქტურული სიახლეების კუთხით ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი? ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი უნდა ელოდოს, რაც აღნიშნე, რომ კლუბს მალე ექნება ევროპული დონის ბაზა. თქვენ იცით, რომ კლუბზე ეხლა ამ ეტაპზე ქონდა ერთი მოედანი, რომელიც ისევ ჩვენ გავაკეთეთ. გვაქვს ახალი მოედანი, რომელიც ერთ თვეში უკვე მზად იქნება და რომელიც კომპანია სისხლით ჩვენ გააკეთა, კომპანია, რომელიც დღეს აკეთებს, გაუკეთებია ბათუმის სტადიონი, გააკეთა ჩვენი შენგელია არენა, გააკეთა ლოკომოტივი, გააკეთა თბილისის დინამო, საკმაოდ მძლავრი კომპანია. გვექნება წლის ბოლოსკენ გვეგმავთ ხელოვნურის მოედნის გაკეთებას, მესამე მოედნისას. გვაქვს და თქვენ ნახეთ უკვე, რომ ეხლა დაიწყება დაგება უკვე არასტანდარტული მოედნის, რომელიც მეკარეებსა და ფეხბურთელების ინდივიდუალურ მომზადებისთვის იქნება განკუთვნილი, ასევე იქნება ქვიშის მოედანი, რომელიც ჩვენ აიაქსის აკადემიიდან წამოვიღეთ, ანალოგიური, რომელიც ასევე ფეხბურთელებისთვის აღდგენის ყველაზე კარგი საშუალება. გვაქვს სასადილო, რომელიც გარემოთ და შიგნიდან და ეხლა რემონტდება გარედან, რომელიც ასევე ჩამოვიყვანეთ შეფი თბილისიდან, რომელიც სამჯერად გვება ყოველ დღე ხდება და თქვენ იცით ალბათ, რომ ჩვენ აკადემიისთვის წელს გავაკეთეთ, რომ რეგიონებიდან ქუთაისის გარშემო ჩვენ გადმოვიყვანეთ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ უკვე ჩვენს ბაზაზე, 30-მდე ბავშვია, რომელიც ცხოვრობს, იკვებება და სკოლის გარდა ჩვენ ყველა პირობას ვუქმნით, რომ ადგილზე ბავშვი ბაზიდან არ მოუწიოს გასვლა. ასევე ბაზაზე დაინტეგრირდება სატრენაჟერო დარბაზი და დავაინტეგრირეთ სამედიცინო ჰაბი, რომელიც აღჭურვილია უახლეს ტექნოლოგიებით და ფეხბურთელს, როგორც დიდი გუნდის ფეხბურთელს, ასევე აკადემიის აღზრდილს და ჩვენი რომელიც არ ცხოვრობს, მათაც მაქვს საუბარი, ვინც ჩვენ აკადემიაში დადის. ბაზიდან არ მოუწევს, გვაშოროს, მაგრამ ოპერაციის გარდა ყველა სხვა სამედიცინო საშუალება და რეაბილიტაცია იქნება თუ ჩარევა მოხდება ჩვენს ბაზაზე და ყავს ძალიან კარგი ექიმი ლევანის სახით და სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ყველაფერს ამას ადგილზე უზრუნველყოფენ და
საერთო ჯამში ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ და გარანტიას, რომ ხვალინდელი დღე ტორპედოსი იქნება კარგი, ევროპული და ევროპისკენ მიმართული და ჩვენ საფეხბურთო, ევროპულ საფეხბურთო რუკაზე დავიკავებთ იმ ადგილს, რომელიც ამ კლუბს შეეფერება. მეგობრებო, ახლა თქვენ უსმენთ დირკ შუსტერის და დავით დოვაბერძის ინტერვიუს GeoTeam-ის YouTube არხზე და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ, რომ გვეხმარებიან გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის. ძალიან ცუდი სტარტი ქუთაისის ტორპედოსთვის ეროვნულ ლიგაში. როგორც თვლელი, რაში ხედავთ გამოსავალს? ქულების მხრივ სტარტი მართლაც ძალიან ცუდი იყო. თუმცა რეალურად მარცხს მხოლოდ ერთ შეხვედრაში იმსახურებდით. ეს იყო იბერიას წინააღმდეგ. ისინი გაცილებით უფრო ჩამოყალიბებულ გუნდად გამოიყურებოდნენ და დამსახურებულადაც მოიგეს. თუ უშუალოდ მოთამაშეების სტატისტიკას გადავხედავთ, ბევრ შეხვედრაში ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. უფრო მეტს ვაქტიურობდით, თუმცა ვერ ვახერხებდით გოლების გატანას და რამდენიმე დასანანი გოლი გაგვიტანეს. ხანდახან მეტოქე მხოლოდ ორჯერ ახერხებდა კარში დარტყმას და ორივე გადიოდა. შედეგების მხრივ ეს მართლაც არასასიამოვნოა. თუმცა თუ გადახედავთ უშუალოდ თამაშს, გუნდი საბოლოო ჯამში ყოველთვის უკეთესი იყო. ბათუმთან შეხვედრაში ვდომინირებდით, მაგრამ უყურადღებობის გამო თამაში დავთმეთ 1-0. ალბათ იქ ქულას მაინც ვიმსახურებდით. წინა შეხვედრებში საკმაოდ ვაქტიურობდით თელავთან და სამგურალთან. ქონდა უკეთესი ბურთისფლობა, უფრო მეტი საგველი მომენტი. თუმცა საბოლოოდ ითვლება შედეგი ტაბლოზე, რაც ჯერჯერობით არ გვაქვს. მოახერხეთ რამდენიმე გოლის გატანა, მაგრამ ამ მხრივ უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ. ასევე უნდა გამოვავლინოთ დიდი მონდომება ორივე საჯარიმოში. საკუთარ საჯარიმოში, რაც შეიძლება ნაკლები შანსი უნდა მივცეთ მეტოქეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა. ამ ბოლო დროს ჩვენ ამაში ვუმატებთ. მეორეს მხრივ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოუმატოთ გოლების გატანის კომპონენტში, რაშიც ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს. ქუთაისის ტორპედოს გუნდში ყავს გიორგი ონსენი, რომელიც გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, ფილიპის საუკეთესო ასისტენტი ეროვნული ლიგის გუნდმა ასევე ზამთარში დაემატა ეროვნული ლიგისთვის ორი ვარსკვლავი, გიორგი კოხრეიძე და პაატა ღუდუშაული. თუმცა 6 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის გუნდის მთავარი პრობლემა ამ მომენტისთვის? შექმნა შანსები თუ გამოიყენოს შექმნილი შანსები? ვიტყოდი, რომ ორივე პრობლემატურია. თუმცა ჩვენ გუნდში ყავს ბიორნი, რომელმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. პირესი, რომელმაც ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე შემოგვიერთდა კოხრეიძე, რომელიც გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონატში. ჩვენ წელს მეტ დამატებას ვეღარ შევძლებთ. ყველაფერი თავიდან უნდა დავამტკიცოთ. ჩვენ შედეგი უნდა დავდოთ. ნახეთ, რომ პირველი 5-6 თამაშის განმავლობაში ყველაფერი ზუსტად არ წარიმართა. მივიღეთ შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. წავაგეთ თამაშები უიღბლოდ. ეს რა თქმა უნდა მოთამაშეებსაც განსხვავებულად აფიქრებს. იწყებენ ალბათ ისეთ რაღაცებზე ფიქრს, რაზეც წინა წელს არ იფიქრებდნენ. გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი, რაღაცები შეიცვალა და როგორც ვთქვი, მართალია დასე წლში მისაღები შედეგები ვერ ვაჩვენეთ. თუმცა მჯერა რომ ჩვენ სწორ მიმართულებას ვადგავართ. და ახლა მთავარია რომ მუშაობა გაანვაგრძოთ სრული თავდაჯერებულობით, 100%-იანი კონცენტრაციით. mit der vollen Überzeugung zu trainieren, mit 100% Konzentration zu arbeiten, zu trainieren und dann werden sich die Tore einstellen, dann werden sich die Erfolge einstellen, weil Chancen hatten wir teilweise in den Spielen genügend, wir haben nur die Tore nicht gemacht. როცა ვსაუბრობთ ქართულ კლუბებზე, გულშემატკივრის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა აკადემია. ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ქართული გუნდები თითქმის უშანსოდ არიან აკადემიების გარეშე. მინდა მიგულოთ ქუთაისის ტორპედოს, ახლა საკმაოდ ძლავრი თამაშები ჰქონდა საბა გუგლიჩის ეროვნულ ნაკრებში. თუმცა ქუთაისთვის და ქართულ ფეხბურთის სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ეს არის ხშირი, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ქუთაისის ტორპედოს აღდგენილი ფეხბურთელები თამაშობენ. რას უნდა ველოდოთ, ეყოლება თუ არა ქუთაისის ტორპედოს ძლავრი აკადემია და როდისთვის? ჩვენ ამაზე მე არ ვიყავი მოსული, როდესაც დავითი მოვიდა
ტორპედოში და შეისყიდა ტორპედო, თავიდანვე გეგმა იყო, რომ აკადემია უნდა ყოფილიყო მძლავრი და საბოლოო ჯამში აკადემიას უნდა მოეწოდებინა ფეხბურთელი, რომელიც პირველი გუნდისთვის იქნებოდა მზად. თავისთავად აკადემიის კონცეფციაც ეგ არის, მარტივად, მაგრამ ესეც არ ხდებოდა. მე არ მინდა ეხლა რაღაცა ჩემ კოლეგებზე თუ წინამორბედებზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტიურად ისე ხდებოდა, სანამ ნიუჟენი ტორპედოში მოვიდოდა, რომ ის ბავშვები, რომელიც ნიჭიერი ბავშვები, ყველანი მიდიოდნენ აღმოსავლეთში და ამარაგებდნენ აღმოსავლურ და თბილისურ გუნდებს კერძოდ და ეს ტრადიცია ჩვენი მოსვლის შემდეგ შეწყდა. მარტივად რომ თქვა, ოღონდ ჩვენ თავისთავად ამ წლებიდან გამომდინარე მივიღეთ დანაკარგი იმ ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების სახით, რომლებიც შემდეგ გააძლიერეს თბილისური კლუბები. და ეს ნათელია ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ არა მარტო ქუთაისიდან, არამედ ქუთაისის გარშემო რეგიონებიდან ბავშვმა არ ჰქონდეს სურვილი, რომ წავიდეს სხვა აკადემიაში და დარჩეს იმერეთის რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უკეთებთ, საცხოვრებას უკეთებთ, როგორც წინა დავუნიშნე, სწავლებსაც უშვებ კონკრეტულ სკოლებში, იღებენ სწავლა-განათლებას ქუთაისში და მოკლედ არ უშვებთ ჩვენ ფეხბურთელებს იმერეთის გარეთ, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თქვენ იცით, რომ ქუთაისში და ზოგადად იმერეთში როგორი ნიჭიერი ბავშვები და თაობაა და არაერთი ბავშვი შემდეგ ითამაშა ქუთაისის ტორპედოში, წავიდა ითამაშა ნაკრებში და წავიდა ევროპაში და ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ ჯერ პირველ რიგში გვინდა, რომ ქუთაისის ტორპედოში დაიწყოს ამ ხალხმა თავისი ასპარეზი და შემდეგ წავიდნენ, რა თქმა უნდა, ევროპაში და უნდა განვითარდნენ ყველანი, რაც საბა გოგლიჩიძე არის ამის მაგალითი. საბამ დააყოლა და ჩვენ ისე გავაკეთეთ ბოლოს, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთის წვედი, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ მისთვის ევროპა იქნებოდა წარმატების საწინააღმდეგო და იმედოვნებ, რომ მომავალში ქუთაისის ტორპედო იქნება ის გუნდი, რომელსაც ყველანი ეს ბავშვები იამაყებენ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. პირველი შაბჭილება საქართველოს ჩემპიონატზე რა იყო ჩამოსვლამდე, რა წარმოგედგინათ და რა არის ამ მომენტში, როცა თქვენ უკვე თვენახევარია საქართველოს ჩემპიონატში მუშაობთ? ხედავთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ არის დაბალანსებული. იშვიათია, რომ მატჩში 3 ან 4 გოლიანი სხვაობა დაფიქსირდეს. ეს ჩვენ პირადად გამოვცადეთ. ყველა შეხვედრაში ახლო ბრძოლა ჰქონდა. ერთი თამაში სწორედ ერთი ბურთის სხვაობით მოვიგეთ. სხვა შემთხვევებში კი ერთი ბურთის სხვაობით მარცხდებოდით. ეს საქართველოს ჩემპიონატისთვის დამახასიათებელია, რადგან გუნდების სათამაშო დონე ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. განსხვავებული იყო იბერიასთან მატჩი, სადაც ისინი ჩვენზე აშკარად უკეთესები იყვნენ. თუმცა იყო ასევე შემთხვევებიც, როცა ასე ვთქვათ, დიდ გუნდებს პრობლემები შეექმნათ და ქულები დაკარგეს. ასე რომ აშკარაა, რომ ეს ჩემპიონატი დაბალანსებულია ისე, რომ წინასწარ არასოდეს იცი, ვინ რომელ თამაშს მოიგებს. ასევე რაც საქართველოს ჩემპიონატს გამოარჩევს, არის მისი განსაზღვრული დონე. ვისურვებდი, რომ მატჩებზე უფრო მეტი მაყურებელი მოდიოდეს. ეს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშის მნიშვნელოვანი დაფასება იქნებოდა. როგორც ბათუმში ვნახეთ და როგორც ასევე ჩვენ სტადიონზე ვნახეთ, გულშემატკივრები აქ ძალიან აქტიურად უჭერენ მხარს თავიანთ გუნდს. ტრიბუნებზე ძალიან ხმაურიანები არიან, ასე რომ ნამდვილად ღირს სტადიონზე მოსვლა. დირკ შუსტერი გუნდ შეუერთდა თებერვლის სტარტზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ მხოლოდ 2 თვეც არ გასულა, რაც ის გუნდშია. შეიძლება ითქვას, რომ გერმანელი მწვრთნელი ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცნობს გუნდს და ფეხბურთელების შესაძლებლობებს. დირკ შუსტერი შემოგვიერთდა მეორე შეკრებას. აქედან დავიწყოთ, ალბათ წინაზე განმარტებადაც მოხდა ესე, ფაქტიურად ჩემპიონატის დასაწყისში და ჩემპიონატის ოფიციალურ თამაშებში გაიცნო გუნდი. ასე ვთქვით, იმიტომ რომ არ არის მარტივი გერმანულ კულტურიდან გამოსული ადამიანი ჩამოვიდეს საქართველოში. ძირითადი პირთვით გახდეს ქართველი კულტურა, მენტალობა, ადგილობრივი ფეხბურთი, რაც מחარებს მე რომ ჩვენი თამაშის იქით რა თამაშიც არის, აღმოსავლეთში იქნება თუ აჭარაში, თუ იმერეთში, ყოველთვის დადის, უყურებს თამაშებს, უნდა რომ მალე გაიცნოს ყველა გუნდი. იყო ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ამანაც იმუშაოდა, რა თქმა უნდა, ადამიანებმაც უნდა გაითავისონ, რომ ესე რომ ეხლა მწვრთნელი მოვიდეს ერთ დღეში ჟადოსნური ჯოხი არა აქვს არავის.
ადგეს და თავისი ფეხბურთელებას უნდა გაიცნონ მისი მენტალობა, თვითონ უნდა გაიცნოს ფეხბურთელის მენტალობა და ამას რა თქმა უნდა დრო სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი პიროვნებიდან, მისი პროფესიონალიზმიდან, მისი CV-დან და გამოცდილებიდან გამომდინარე ამ ადამიანი იმ წარმატებას, რასაც თვითონ ფიქრობს და რასაც კლუბი ფიქრობს, თანხმედრაში მოვა და აუცილებლად დადგება ეს წარმატება ხვალ. ანუ გამოდის, რომ შემადგენლობის ის კონტინგენტი, რომელიც ახლა ქუთაისის ტორპედოს ყავს, მეტწილად წვრთნელის დაკომპლექტებული არ არის. მეტწილად ჩვენ დისტანციურად კომუნიკაცია ქონდა წვრთნელთან, რა თქმა უნდა, უბრალოდ თვითონ ჩართულობა, რა თქმა უნდა, ეხლა სად დისტანციურად და წვრთნელი როდესაც გუნდშია თვითონ ხედავს თავის თვალით ვარჯიშზე, თამაშზე, ოფიციალურ თამაშზე, ფეხბურთელი როგორ არის, როგორ კონდიციებშია, რა უნდა თვითონ გუნდისგან მოითხოვოს, ეს რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დასაწყისში გამოჩნდა და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ის როდესაც თვითონ რაღაც დაინახა, თამაშები დაიწყო, თავისი მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა, რომ მატეო იტრაკი და ჩვენი ესპანელი ახალწეული უკვე დავიმატეთ მისი მოთხოვნის და მიხედვით და ვფიქრობ, რომ ორივე ძალიან საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ ორივე ტორპედო გააძლიერა. ესპანელს მარემ ნახავთ საქმეში და ნახავთ თუ რა ხარისხის ფეხბურთელია. ქუთაისის ტორპედოს თებერვლის სტარტზე შეუერთდით გვიან უკვე მეორე შეკრების დროს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გუნდი, რომელიც 100% თქვენ დააკომპლექტეთ. არა, ეს არ არის ჩემი დაკომპლექტებული გუნდი. როცა გუნდს შევუერთდით, იანვრის სავარჯიშო პერიოდი უკვე დაწყებული იყო. რამდენიმე ფეხბურთელს ნაპოვნი ჰქონდა ახალი გუნდი. ტორპედო ამ დროს გასაძლიერებლად ახალი მოთამაშეების ძიებაში იყო. ჩვენ კლუბთან ერთად გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი. ვცადეთ, რომ 1-2 მაღალი დონის მოთამაშე დაგვემატებინა. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, ამის გაკეთებას უკვე ზაფხულში შევეცდებით. ის მოთამაშეები, რომლებიც გუნდში დარჩნენ, მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ისინი აქ წინა სეზონის განმავლობაშიც თამაშობდნენ. და საკმაოდ კარგადაც ახერხებდნენ თავის წარმოჩენას. კლუბი ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი საუკეთესო მოთამაშეები. ეს იყო მხოლოდ ის პირველი ნაბიჯი, რომელშიც ყველა იყო ჩართული და ამ პროექტს უკავშირდებოდა. გუნდი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გაუმჯობესდეს. უნდა განვითარდეს და შესრულების დონემ წლიდან წლამდე, ან ნახევარი წლიდან ნახევარ წლამდე უნდა მიაღწიოს ახალ დონეს. რათა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩემპიონატში მართლაც კარგი როლი შევასრულოთ. ძალიან გამოცდილებული მწვრთნელი ხართ და როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ ახლა იმისთვის, რომ ქუთაისის ტორპედოში ეს სიტუაცია რაც ახლა არის შეიცვალოს? ყველამ ვიცით, რომ შეუძლებელია ხოლ გაიღვიძოთ და გუნდმა სხვანაირად დაიწყოს თამაში. We think about every day and every night. Wir denken jeden Tag und manchmal auch in der Nacht über sehr viele ჩვენ ყოველდღე და ღამე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შემოატრიალოთ საჩვენოდ ის იმპულსი, რომელიც ამ მომენტისთვის ცოტათი ჩვენ საწინააღმდეგოდაა. ჩვენ ამ მიმართულებით მცირე კორექტირებებს ვაკეთებთ. იქნება ეს მოთამაშეების საკადრო ცვლილება თუ სისტემურ ტაქტიკური ცვლილებები მოედანზე. სადაც ჩვენ შეიძლება შევარჩიოთ განსხვავებული ფორმაცია, განსხვავებული გზები, რითაც რაც შეიძლება სწრაფად შევძლებთ სასრული შედეგების დაფიქსირებას და ცხრილში ზემოთ ასვლას. ცხადია, არავის მოსწონს ის სატურნირო მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ. ეს კი ყველაზე მეტად ჩვენ გვაწუხებს. ეს არ არის მხოლოდ კლუბის მოთხოვნა, რომ გავაუმჯობესოთ პოზიცია ცხრილში, არამედ ეს ჩვენი ყველას სურვილი და მიზანია. მუშაობთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ თამაშების მოგება შევძლოთ, წინ წავიწიოთ ცხრილში. გულშემატკივრები კი მატჩის შემდეგ სახლში გახარებულები დაბრუნდნენ. ის რაც ხალხის და გულშემატკივრის საუბრებიდან მომისმენია, არის ის, რომ ამ მომენტისთვის ქართულ ფეხბურთელებს და ზოგადად გუნდში მყოფ ფეხბურთელებს უჭირს
თქვენ სამწვრთნელო ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავება გულისხმობ ვარჯიშებს. Როგორ ფიქრობთ, ფეხბურთელებს უკვე 100%-ით ესმით რა გსურთ მათგან, თუ ჯერ კიდევ დრო გჭირდებათ ამისთვის? დიახ, ჩვენ ერთმანეთთან ყოველდღე ხმამაღალი და გასაგები კომუნიკაცია გვაქვს. ყოველთვის ვტოვებთ დროს შეკითხვებისთვის, თუ რაიმე არ იყო გასაგები. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად ვაფასებთ დისციპლინას. ყველაფერი იწყება პუნქტუალურობით. შემდეგ გრძელდება მოედანს მიღმა ურთიერთპატივისცემით და სრულდება დისციპლინით მოედანზე. ვინაიდან ჩვენ სწორედ მოედანზე გვჭირდება ვითამაშოთ წარმატებული ფეხბურთი. ასევე ჩვენ გვაქვს გარკვეული დათქმები. ამას წესებს ვერ დავარქმევდი, თუმცა გარკვეული დათქმები, რომლებიც ყველამ იცის და კვირიდან კვირამდე, თამაშიდან თამაშამდე ამას უკეთესად ვასრულებთ. თუმცა ჯერ ბოლომდე მაინც არ მივსულვართ. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს. დიახ, დისციპლინა მართლაც დიდ როლს ასრულებს. ეს ფეხბურთელებსაც გააზრებული აქვთ. მჯერა რომ ამ მხრივ ჩვენთვის უკვე ბევრი რამ საკმაოდაა გაუმჯობესებული, ვიდრე ეს იყო აქამდე. რა თქმა უნდა, მე ამას უბრალოდ ვერ შევაფასებ. თუმცა თუ აიღებთ ჩვენს პირველ მატჩებს და შეადარებთ მას დღევანდელს, ფიქრობ ამ კომპონენტებში საგრძნობ გაუმჯობესებას დაინახავთ. des Fußballs eingetreten. ქუთაისის ტორპედოსთვის არის ის სტარტი, როგორც თავად გსურთ, გასავარდ ზონასთან ახლოს ხართ. თქვენ როგორც გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, რამდენი პროცენტით შეიძლება აიღოს გუნდის ხელმძღვანელობა ამ ყველაფერზე ბრალეულობა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა სეზონის სტარტზე იმისთვის, რომ თქვენ სათავეში ყოფილიყავით და პრობლემა შეიძლება სხვა რამეში იყოს? პირველ რიგში ვიტყვი ერთ რამეს, რომ ქუთაისის გუნდში რაც მახარებს, პირდაპირ რო გითხრათ, რომ ქუთაისის გუნდის შემოდგომარი არის ძალიან მომთხოვნი და მაქსიმალისტი და რაც ჩვენ გვაძლევს იმის ის ჩემთვის ფუფუნებაა, რომ არასდროს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს არც ხელმძღვანელობას, არც სამწვრთნელო შტაბს და არც ფეხბურთელებს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მე პირადად ძალიან შეამონებს, რომ ეგეთი მიდგომა აქვს ქუთაისის გულშემატკივარს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა ზოგადად მე არ მიყვარს ერთ ადამიანზე რაღაც გადაბრალება ან რაღაცა პირთა ჯგუფზე გადაბრალება. თუ ერთი გუნდი ვართ, თუ ჩვენ ესე ვთვლით, რომ და ჩვენი მიზანი ეგ არის, ეს უნდა იყოს ერთი დიდი ოჯახი და თქვენ იცით, ყოველთვის გულშემატკივართან ღიაობა გვაქვს, გამჭირვალეა პროცესი, ყოველთვის ხვდებით და ამ ურთიერთობაში ჩაბმული ვართ და მე არ მინდა რომ რაღაცა ფაქტორს და ვიღაცასკენ იყოს ხელი გაშვერილი. მე ამის მომხრე არა ვარ, თუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, თუ ჩვენ გუნდი გვქვია, თუ ჩვენ ოჯახი ვართ, ალბათ ვიღაცამ შეიძლება რაღაცა მომენტში, ვიღაცამ რაღაცა ყველამ დააკლო რაღაცა პროცენტი თუ წილი, მაგრამ საერთო ჯამში ეს გუნდია და მე არ მინდა რომ ვიღაცასკენ ხელი გავიშვირო რაღაცისკენ თუ რამე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ვიღეთ, ჩვენ ეგრე ვართ გუნდში, რომ ყველა ერთად ვართ, ერთად ვდგავართ. ჩემპიონობის დროსაც ერთად ვიქნებით და გაჭირვების დროსაც ერთად ვიქნებით და ის მომენტი რომ ჩვენ აუთსაიდერებს დავაღწევთ თავს ამას ახლა ნამდვილად არც მე არ უყურებ, არც სამწვრთნელო შტაბი არ უყურებს, რომ ჩვენ იმ პოზიციაზე სადაც ვართ, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ამ მიზნისკენ ყველანი ერთად მივიდივართ. რა არის ეს მიზანი? წელს. წელს მაქსიმალური მიზნებია, როგორც იყო შარშან და როგორც იქნება მომდევნო წელს. და ყოველ წელს თავარი მიზანი პირდაპირ კეთვით ჩვენი არის, რომ რომელიმე ევროპული ასპარეზის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ. ამას გავაკეთებ ჩვენ მეორე ადგილიდან, თუ ამას გავაკეთებ ჩემპიონობიდან, რა თქმა უნდა ჩემპიონობის ხაზი უფრო მარტივია და დამატებით შანსს გვაძლევს, თუმცა მე მოხარული ვიქნები, რომ ჩვენი ერთად თელმა ქუთაისმა ვიზეიმოთ ჩემპიონობა და თავარი მიზანი რაც აქვს, რომ შევიდეთ ევროპული რომელიმე ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. შეგიძლიათ თქვათ, რომ იმ ცუდი სტარტის შემდეგ, რომელიც გუნდს ჰქონდა ხელმძღვანელობისგან იგივე დოზით გრძნობთ მხარდაჭერას და ნდობას? Ja, natürlich. რა თქმა უნდა. Wir sind ja auch fast jeden Tag mehrmals die Woche im რა თქმა უნდა, ჩვენ თითქმის ყოველდღე კვირაში რამდენჯერმე გვაქვს კომუნიკაცია. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ. ასევე ძალიან ხშირად უკავშირდებით პრეზიდენტს და თავმჯდომარეს ტელეფონით. ან თუ სურვილი აქვს, ხვდებით და განვიხილავთ ბევრ ამას. რაც ეხება კლუბის შიდა სამზარეულოს. ჩვენ ვგრძნობთ აბსოლუტურ მხარდაჭერას და მათ ჩართულობას ბევრ საქმეში.
die Integration in viele ეს ასე რომ არ იყოს, უბრალოდ ვერ შევძლებდით ჩვენი საქმის შესრულებას. Würde man das bestimmt nicht so handhaben wollen. Und ich glaube, dass der ჯერა რომ კლუბის ხელმძღვანელობა ხედავს რომ შედეგები უმჯობესდება. Aufwärts ging. Das ist das Einzige, was wir momentan so ein bisschen haben, die Ergebniskrise ist. Aber das wird sich hoffentlich in naher Zukunft relativ schnell ändern. ბოლოსკენ ვართ გასული და ეს ითხოვება აქვს თქვენ თქვით რომ გუნდის მიზანი არის ჩემპიონატშიც მაღალი ადგილების დაკავება, ასევე ევროპის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. კრიტიკულად რო შევხედოთ სხვა თვალით თუ მიმდინარე სეზონში ვერ შესრულება ეს რომ ჩემპიონები ვერ გახდით, თასი ვერ მოიგეთ, ჯგუფურ ეტაპზე ვერ შეხვედრით ევროპის, ხომ არ არის იმის საშიშროება რომ დავით კერესელიძემ ესე რომ ვთქვათ ხელი ჩაიქნიოს, იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთს სამწუხაროდ გვინახავს ერთი წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდის პრეზიდენტებს ფარხმალი დაუყრიათ და დაუნებიათ გუნდისთვის ფინანსური რესურსის მიწოდება. დავით კერესელიძე მე პირადად, როდესაც გავიცანი, მას შემდეგ ყოველდღე მიღრმავდება ჩემი დამოკიდებულება და ჩემი შეხედულებები მისადმი, რომ ეს ადამიანი არ არის მხოლოდ ორიენტირებული, რომ პირობითად ქუთაისის ტორპედო იყოს წარმატებული, მხოლოდ და დანარჩენი კლუბები არა. ეს ადამიანი ფიქრობს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე. თქვენ ალბათ რა ვიცი, ყველა გუნდთან შემხებლობა გაქვთ და გეტყვიან რა ნებისმიერ გუნდს ვისაც არ უნდა კითხოთ, ნებისმიერ გუნდს ხალხს უსმევ, როგორ ეხმარება, რა ნაწილში ეხმარება, სტადიონებით, ფინანსურად, არ ვიცი, 1000 საშუალებით და ეს მაძლევს მე იმის თქმის საშუალებას, რომ ესე არ იქნება, არც თვითონ არ ხედავს ესე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქართული ფეხბურთში და ქუთაისის ტორპედო იქნება წარმატებული, დამიჯერეთ, რომ ქართული ლიგაც და სხვა კლუბებიც სხვა დონეზე იქნებიან, იმიტომ რომ არ აქვს ის პრინციპი, რომ არ არის ეგოიზმის შეყრობილი, რომ მანდამაინც ერთი გუნდი უნდა იყოს წარმატებული, რა თქმა უნდა, ორიენტირებული ქუთაისის ტორპედოების განვითარებაზეა, მაგრამ ამ ადამიანს აქვს სურვილი და ჩემი აზრით გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომ ქართულ ფეხბურთში თავისი კვალი დატოვოს. და ბოლო შეკითხვა მექნება ესეთი, ქუთაისის ტორპედოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფან-ბეიზი აქვს, გულშემატკივართა გაერთიანება და ისინი საკმაოდ მურთხოვნები არიან ყოველთვის გუნდის ხელმძღვანელების თუ სამწუხარო შტაბის თუ ფეხბურთელების მიმართ. რა უკავშირს გრძნობთ ამ მომენტში გულშემატკივრობისგან? ზეწოლას თუ მხარდაჭერას? Bis jetzt habe ich ein sehr gutes Gefühl, dass sie uns ჯერჯერობით ძალიან კარგი განცდა მაქვს. ისინი ძალიან ბევრ ამაში მხარს გვიჭერენ. gegen Samgurali sieht. წინა შეხვედრაში სამგურალთან ნათამაშები ფრის შემდეგ გუნდი გულშემატკივართან მივიდა. მათგან კი აპლოდისმენტები, განხმოვანებელი სიტყვები და დადებითი გამოხმაურება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფრე არ იყო მისაღების შედეგი. ქუთაისელი ფანები ძალიან კარგი დამოკიდებულებით არიან გუნდის მიმართ. როცა გუნდი თამაშობს, ისინი მინდორზე ყოველთვის დებენ, თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ. ცდილობენ წარმატებული ფეხბურთი ითამაშონ. გულშემატკივრები მათ თამაში ძალიან ეხმარებიან. შეიძლება მოხდეს ისე, რომ გუნდმა სამი ქულის აღება ვერ შეძლოს, მაგრამ აჩვენონ, რომ შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში და სწორი მიმართულებით მიდიან. მომდევნო მატჩში გუნდი ისევ ეცდება სამი ქულის მოპოვებას, ისევ გულშემატკივრების დახმარებით. ისინი ძალიან გვეხმარებიან საშინაო თამაშებში და ასევე ბევრნი არიან გასვლით მატჩებშიც. ესეც ასე მეგობრებო, დღევანდელი ეპიზოდი ქუთაისის ტორპედოს შესახებ დასრულებულია. იმედია მოგეწონათ ვიდეო და გთხოვთ არ დაიშუროთ ლაიქები. ამ ვიდეოსთვის არ დაგაუწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ველოდები კომენტარებს. თუ რაში ხედავთ ქუთაისის ტორპედოს უკეთესი თამაშის გამოსავალს, თუ რა არის ამ გუნდის ჩავარდნის მიზეზი, ასევე დაწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ, რომელ ადგილზე დაასრულებს მიმდინარე სეზონში ქუთაისური კლუბი საქართველოს ჩემპიონატს და რა იქნება ტორპედოს მაქსიმუმი მიმდინარე წელს. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.